ტრაგედია საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 20-ვე პირი ემსხვერპლა. კატასტროფა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა SI-130-მა საქართველოს ტერიტორიაზე განიცადა. მომხდარს გამოეხმაურნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და ტრაგედიის გამო წუხარება გამოთქვეს. ზუგდიდში 15 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს, მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. სრულად დროებით ოკუპირებულ სოხუმში დაჭრილია 5 ადამიანი, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით სროლა შესაძლოა ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდზე, რაულ ბარცბაზე თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო. ამავე ცნობებით დაჭრილია თავად ბარცბაც. მკვლელობა მარნეულში ირკვევა, რომ დღეს ნაპოვნი ცხედარი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის. მათ ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნება, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ზიამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოიარსკის სამხარეო სამმართველოს ყოფილი ინსპექტორი მარინა სირაძეც განიხილავს. ინფორმაცია ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს. მეორე ინსტანციაში ამაღლობელის პირველი პროცესი დღეს გაიმართა.